მოგესალმებით მეგობრებო, ტაილანდის დედაქალაქიდან, ბანგკოკიდან რამდენიმე საათის წინ ჩამოვფრინდი. ეხლა არის დილის 7 საათი და საერთოდ არ მიძინია. ინდონეზიიდან ჩამოვედი და მივდივარ პირდაპირ კუნძულ კო ჩანგზე. მე მგონი სწორად გამოვთქვა. აი ეს არის ჩემი ავტობუსი, რომელსაც დაახლოებით 6 საათი დასჭირდება, რომ ჩავიდე დანიშნულების პუნქტში. და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ესეთი მოგზაურობები მომენატრა რა. დაუგეგმავი სოლო მოგზაურობები და მიხარია რომ ერთად მოკლედ ვიმოგზაურებთ და აღმოვაჩენთ ძალიან საინტერესო ადგილს, ასე მგონია. წავედით. ამასობაში 5 საათი გავიდა. ჩამოვედით დანიშნულების პუნქტში და ეხლა გემით გავაგრძელებთ გზას. გადავალთ კუნძულ კო ჩანგზე. აი ეს მანქანებიც ადიან გემზე, რომ გადავიდნენ კო ჩანგზე. და აი პრინციპში მოსჩანს კიდეც კუნძული, როგორც ხედავთ, აი ეს არის კო ჩანგი რა, შორს არ არის. წესით მალე უნდა გადავიდეთ. სადღაც 15 წუთში გადის გემი. მანძი გემია რა არის. ესე გამოიყურება ჩვენი გემი. აგერ მოვთავსდი. დაიძრა მოკლედ ჩვენი გემი და რამდენიმე წუთში ალბათ უკვე გადავალთ კოჩანგზე. დიდი დრო არ ჭირდება ამ გემს. თითქოს ახლოს იყო, მაგრამ კაი 1 საათია გზაში ვართ. გადმოვედი კუნძულ კოჩანგზე. კეთილი იყოს ჩვენი დესერტი. ნახოთ რა გვიმზადებს ეს კუნძული. ტაქსი მელოდება, რომელსაც უნდა წამიყვანოს. ამ ყველაფერში ავტობუსით ბანგკოკიდან ჩამოსვლაში, გემით გადმოსვლაში და ეხლა აქედან ტაქსით სასტუმრომდე მისვლაში გადავიხადე 900 ბატი, რაც სადღაც ალბათ $30. როგორც ჩანს მარტო არ ვიქნები ამ ტაქსში. ესენიც ბანგკოკიდან მოდიან რა, იგივე გზა გამოიარს. საკმაოდ ლამაზი კუნძული ჩანს ერთი შეხედვით. Thank you. ძალიან მაგარი სასტუმრო დავჯავშნე. ძალიან იაფად. ნახეთ ჯერ რა მაგარი მისაღები აქვს. Wow. May I have your passport? Yeah, sure. So you would like to stay how many people? Just me. წავედით აბა ნომრისკენ. ნახოთ როგორი ნომერი ვექნება. Okay, thank you. აგათვალიერებინებთ ახლა ნომერს. რომელიც საკმაოდ კარგად გამოიყურება. ეს არის სველი წერტილი. აქეთ გვაქვს პატარა მინიბარი. აქეთ უზარმაზარი სივრცეა, დიდი საწოლი და გავდივართ ოთახიდან ეზოში. ესეთი მშვენიერი გარემოა აქ. ზღვის ხედები არ გვაქვს, მაგრამ აი ძალიან მომწონს რა. ყველაზე დაბალი კატეგორიის ნომერია ეს ამ სასტუმროში. რაც შეეხება ფასს, ეს არის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, კუნძულ კოჩანგზე. თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ ძალიან კარგი სასტუმროა და ერთი ღამე მიჯდება $65. თავის საუზმით რა. დამეთანხმებით, რომ ძალიან მაგარი ფასია ესეთი დონის სასტუმროსთვის. კიდე კარგად დაგათვალიერებინებთ აქავრობას და დარწმუნდებით. ამაში დამეხმარა ჩემი ტურისტული კომპანია Around the World, სადაც თქვენც შეგიძლიათ დაჯავშნოთ თქვენი მოგზაურობა ნებისმიერი მიმართულებით. აღწერაში იქნება ტურისტული კომპანია Around the World-ის Instagram და Facebook გვერდები, შეგიძლიათ მოგწეროთ, ან შეგიძლიათ პირდაპირ ოფისში გვესტუმროთ ბახტრიონის 11B გახლავთ ჩვენი მისამართი და ჩვენი ოპერატორები რა თქმა უნდა დაგეხმარებიან დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი მოგზაურობა ნებისმიერი მიმართულებით სოფლიოში. გამოვედი სასტუმროს ეზოში. აქ არის საკმაოდ დიდი აუზი და ძალიან სიწყნარია რა, ხალხი დიდად არ არის. იმიტომ რომ ეხლა წვიმების სეზონია ტაილანდში. და
და შესაბამისად ბევრი ხალხი არ არის. რესტორანი ძალიან მაგარ ადგილზეა, მოიცა გაჩვენოთ. სანაპიროსთან არის ესე რესტორანი პირდაპირ. ამასობაში პიცა მოვიდა და მზეც უკვე ჩასვლას აპირებს. მშვენიერი ადგილია, ძალიან მომწონს და მომწონს ის, რომ ხალხი არ არის. ხვალიდან გავემგზავრები უკვე მიტოვებული გემის სანახავად. დღეს დავისვენებ, ეხლა ვიდეო უნდა დავდო, გველების კუნძულის ვიდეო იდება აი ამ მომენტში და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას მოგეწონებათ. ძალიან დიდი გზა გამოვიარე, მოკლედ ეს გემი რომ ენახა, რასაც ხვალ გაჩვენებთ და ძალიან მაინტერესებს რა ხდება შიგნით და ზოგადად რა ისტორია აქვს. მაგ ყველაფერს ერთად გავიკეთებ. მოდი გავათენოთ მარე. ეგ არის მეორე დღე გათენდა. Hello. იდეალური დილა გათენდა მეგობრებო. დილით ცოტა წვიმდა, იმიტომ რომ წვიმების სეზონია. მაგრამ ეხა გადაიღო და დავაწექით გემისკენ. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთო ეხა არის ის რომ ვიქირავ მოპედი. დაახლოებით 9 საათი 40 წუთის გზა აქედან გემამდე მოპედით რომ წავიდე. აი მოპედი აგერ ქირავდება. How much bike? 250 and 300. 300 which one? This one. This bigger, right? How many days you want to rent? The one day. And the petrol have 4 and Yes. 95. მშვენიერი ჩაფხუტი მომწეს. 300 ბატი ღირდა ერთი დღე, 300 ბატი არის დაახლოებით $10 რა. მშვენიერი ფასია. კი იაფია საკმაოდ. აი ეს გახლავთ ჩემი მოპედი და წავედი დავაწექით. Ship? Ship? Ship there. Yeah. Okay, thank you. 300 meters. Okay, thank you. შემოვედი კი ტერიტორიაზე, სადაც გემი დგას. აი ხედავთ რა ლამაზი ის არის შესასვლელი. ეს არის მიტოვებული რეზორტი რა. ვიღაცამ ააშენა და რაღაცა მერე ფინანსური პრობლემების გამო თუ არ ვხდები არის მიტოვებული და სადღაც იქით დგას ჩვენი გემი. წავიდეთ ახლა ვნახოთ. ხო არ გადაო ძმაო. ჩემი კარგი. აი აქ უნდა იდგეს ახლა უზარმაზარი გემი. ხარ ვიცი რა თქვა. რამდენი ვიფრინე, რამდენი ვიარე, რომ აქ მოსულიყავი და გადამეღო ეს გემი და თან მინდოდა რომ ღამე დავრჩენილიყავი რა. ანუ 24 საათი გამეტარებინა აი ამ მიტოვებულ გემში. უზარმაზარი იყო, ნახავთ სურათს ამოვანათებ. და შიგნით ძალიან საინტერესო იყო რა, შიდა ნაწილიც დატოვებული იყო, სხვა იუთუბერის ვიდეო მაქვს ნანახი. საწოლები რაღაცეები, ძველი ნივთები, ჭიქები, დაჟე ან ყველაფერი შიგნით იყო რა დატოვებული და დაყრილი რა. და ძალიან ისეთი იყო რა, აი კაი გადასაღები და საინტერესო და აღარ არის ბიჭო. არა და 2 თვის წინ დადებული ვიდეოა რა და 2 თვეში რანაირად აიღეს ამხელა გემი. აუ მაგრად გამიტყდა რა. ვიდეო დაფეილდა. აზე ხარ? რა ვქნა ახლა? ისი შემოვიდა. ღმერთო რა ხილაგზე გამოვიარე და რისთვის.
ამას შეხედეთ. ამისთვის ბალიდან გადმოფრინდი ტაილანდში, ბანგკოკში. ბანგკოკიდან ავტობუსით ვიარე 5 საათი. მერე გემით 1 საათი გადმოვედი ამ კუნძულზე, მერე ტაქსით მივედი სასტუმროში. მერე მოპედი ვიქირავე და 9 საათი ვიარე, მოვედი და აი ეს დამხვდა. ამისთვის ჩამოვედი ჩემი, აი. არ მჯერა და. აх, ბიჭო. რა ვქნა ახლა? რაღაცებს მაინც გაჩვენებთ აქ. გემები. ეს პატარა გემებია აქ არის, მაგრამ ის დიდი იყო საინტერესო რა. მიტოვებულია. აქეთაც განადგურებულია. ეს პატარები მაინც წაიღოთ ის დიდი დაეტოვებინათ. აი ნახეთ შიგნით რაღაცები ყრია. ხა კამერაში არ ჩანს, მაგრამ მე ვხედავ. ძალიან ლამაზი ადგილი კი არის. ინტერნეტში როგორც მოვიძიე ინფორმაცია ამ ტიპმა რა, ვინც ააშენა ეს ბიზნესმენმა ეს რეზორტი კოვიდის დროს შეექმნა დიდი ფინანსური პრობლემები რა და მიატოვა მაგის გამო, მაგრამ ან რატო არ გაიყიდა, ან რავი, რატო არ გააგრძელა ვიღაცა სხვამ, ეგ არ ვიცი. იმიტომ რომ რასაც უყურებ ახლა, იდეალური ადგილია სასტუმროსთვის, ნახეთ, სულ სიმწვანეშია ჩაფრული, ეგერ სანაპიროა, ანუ ყველაფერი აქ იმისთვის, რომ კარგი სასტუმრო რეზორტი იყოს რა და თან იდეაც მე მგონი ჩანაფიქრით ძალიან კაი ქონდა, ნახე, სულ გემების მსგავსი სასტუმროს ნომრები იქნებოდა ალბათ. არ ვიცი. ასეა თუ ისია. მე კი დავრჩი გაწბილებული. აქ ესეთი უზარმაზარი გემი. დიდი კრუიზი, წარმოიდგინეთ რა მაგარი სანახაობა იქნებოდა. აუ რა ვიდეო გამოვიდოდა და მანდრო 24 საათს ვატარებ, ანუ ყარავიც კი მქონდა წამოღებული, რომ ღამე დავრჩენილიყავი, წარმოიდგინეთ. სიგიჟე ვიდეო გამოვიდოდა. ვლოგების არხზე დავდებ ამ ვიდეოს დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ჩემი მთავარი არხისთვის ახლა ეს არ გამოდგება. დაფეილებული ვიდეო. ვიდეო დამიფეილდა. ესეთი რაღაც არასდროს მომსვლია. საინტერესო გამოსვლება და არც თუ ისე სასიამოვნო. არც არავინ არ არის რომ ვკითხო ვიღაცას, სად გაქრა ეს გემი. ან როდის გაქრა. ამო აბა სანაპიროსკენ გავიდეთ. აგერ კიდე დანგრეული მიტოვებული შენობები. აი იქითაც ძალიან ბევრია. ესეც სანაპირო. ნახეთ რა მაგარი სანაპიროა გზმაო. ანუ ყველაფერი აქვს რა. ამ ადგილს და რატოა ესე მიგდებული არ ვიცი. ნახე. შვენიერი სანაპირო აქვს. და აგერ უკან თები და ჯუნგლები რა, ძალიან მაგარი ადგილია. გამოიწერეთ მეგობრებო ეს არხიც რა. 100,000-ზე ვერავედით მოკლედ აქ. მინდა რომ აქაც ჩამომივიდეს YouTube ბატონი. ამ არხზეც. სპილოები ყვარებია ვინც ეს დააპროექტა ძალიან ბევრი ძეგლი დგას სპილოების. ეს რა არის? ეს რა არის, ვაუ, ვინ დააპროექტა ეს? მოკლედ რა გაეწყობა? შევაჯდები ისევ ჩემს სკუტერს. წავალ სასტუმროში. და პრინციპში წავალ უკვე თბილისში. ზეგ ისედაც უნდა წავსულიყავი თბილისში, მაგრამ ხვალ წავალ, იმიტომ რომ რავი, გაზრი აღარ აქვს არაფერს. აх, რა ვიდეო გაიმაზა, როგორ გული მწყდება, ყველაფერი წარმოდგენილი მქონდა უკვე რას როგორ ვიზამდი. ფანდრები მქონდა წამოღებული, რომ ღამე მებუდიალა ამ გემში რა. აგერ ჩემი სკუტერი გადავაჯდე და წავედი. Where is ship?
Cut. How many weeks ago? 5 weeks. Kidding me. 5 კვირის წინ წაიღეს გემი. 5 კვირის წინ, 5 კვირა დამაგვიანდა მეგობრებო. აი ხა წეგან კიდე ერთი კაცი გამოვიდა იმასაც ვებაზრე და 5 კვირის წინ რაღაცა გემის რაღაც ნაწილი ჩამონგრეულა რა თავისით. და ანუ საშიში იყო უკვე იქ ადამიანების შესვლა, ამიტომ გადაწყვიტეს რომ მთლიანად დაეშალათ რა. დემონტაჟი გაეკეთებინათ და ასე და ამგვარად გაქრა მოკლედ ჩვენი გემი. მოვედი ახლა ნომერში და აი გაჩვენებთ რისთვის ვიყავი მზად. არავი მქონდა წამოღებული. საძილეტომა რა. გემში უნდა გამეთენებინა დღევანდელი ღამე რა. და მაგარი ღამე უნდა მებოდიალა კაი უტებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ უზარმაზარი გემი იყო, უზარმაზარი. ანუ არ გამოვიდა რა. ეხა საერთოდ გადავწყვიტე რომ ავდგე და წავიდე ბანგკოკში, იმიტომ რომ აქ აღარ მინდა. და იმედია მივსწრებ გემს და რაღაც ავტობუსი შევირო. ჩავიდი ან ტაქსი ჩავალ ბოლო-ბოლო. წავედი კაროჩე. შემოვჯექი მანქანაზე და მივდივარ ახლა გემისკენ. აი შეწვიმის სეზონზე წამებში შეიძლება დაუშვათ ეს სტრიმა. აი არ ვიცი სად დავამთავრო ახლა ეს ვიდეო, აქ დავამთავრო. ჩავიდე ბანგკოკში, იქ დავამთავრო, რამე გადავიღო.